რუსეთი უკრაინას ტანკებით ებრძვის და საქართველოს პროპაგანდით. სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა საქართველოში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. და ის არამხოლოდ გვატყუებს ან მანიპულირებს ჩვენით, არამედ რუსული პროპაგანდა ცდილობს გააღვიოს ჩვენში უიმედობა და დაგვარწმუნოს, რომ ანტიხუმანურობა უბრალოდ ცხოვრების წესია. გამოვა ეხა კახიკალაძე და იტყვის, რომ ისევე როგორც იტბორება ევროპის ქალაქებშიც ქუჩები, ასევე იქაც კლავენ 17 წლის ახალგაზრდებს, ან შეიძლება კომიკოსი იქაც ცემონ. გამოვა კობახიძე და იტყვის, რომ ჟურნალისტებს სხვაგანაც აკავებენ. გამოვა ესე წყნარი სახით ნათია ლაზაშვილი და იტყვის, რომ საქართველოში უკეთესი ეკონომიკაა ვიდრე საფრანგეთში და წყნარად ჩაიდებს 20,000 ლარს. აი მე ვნახე რამდენიმე დღის წინ, რომ პოლიტპატიმრების მშობლები იყვნენ ჩასული ბათუმში და რამდენიმე გარე მოვაჭრე მათ ძალიან აგრესიულად დაუპირისპირდა. ამ დროს ეს პოლიტპატიმრების მშობლები მხოლოდ ადამიანურ თანაგზნობას ეძებენ. ან გამოვა ვიღაცა მუტრუკი ქართველი კაცი და რუსეთს დაუწყებს ქებას. რუსეთს, რომელიც ათეული და ასეული წლები ხოცავს, გვანადგურებს, სახელმწიფოებრიობას გვართმევს, ეკლესიებს გვინგრევს. და აი ამ ყველაფერს არ შევეგუებით. ბრძოლა ბოლომდე ამ მავნებლების წინააღმდეგ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.